ცვლილება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. საკითხზე საკრებულო საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომაზე იმსჯელეს მერის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დალით ლაშაძის თქმით, ცვლილება დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეეხება და თანხები აიპებში გადანაწილდება. მოხდება ხელფასების სუბსიდირება. დღევანდელ კომისიის ხდომაზე ბიუჯეტის შეესრულების ანგარიშიც წარადგინეს. საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხდომაზე წარვადგინეთ ბიუჯეტის ცვლილება, რომელიც ძირითადად მოიცავდა აიპებისთვის სუბსიდიების ზრდას. ეს ზრდა არის შევსება სახელმწიფო ფონდის შევსება, სახელმწიფო დეფიციტი არსებობდა წლის დასაწყისში, ხელფასების დასთან დაკავშირებით ვერ მოხდა სრული უზრუნველყოფა ამ თანხებისა და ეტაპობრივად შეევსოთ აიპებს სუბსიდიით ეს დეფიციტები. აქ ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად არ განხილულა, არ მოხდა მათი დამატება, იმიტომ რომ საკმარის რესურსი არის ამ ეტაპისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ძირითადად ეს ცვლილება იყო განხორციელებული. დაახლოებით 2 მილიონ ნახევრამდეა ცვლილება ბიუჯეტის და შემოსულობების გაზრდის საფუძველზე მოხდა შევსება ამ დეფიციტის. ანგარიშიც იყო მესამე კვარტლის ანგარიში წარვადგინეთ, აქაც დადებითი შეფასება მივიღეთ, დაახლოებით ბიუჯეტის კვარტალურ წრეში შესრულება არის დაფიქსირებული გადამეტებით შემოსულობებისა და შესაბამისად ხარჯების მეტნაკლებად ათვისებაც კი.